საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დღეს შევესწარი ფაქტს, რომ ბავშვის მშობლებს იმის ფული არ აქვთ, რომ ყველაზე უბრალო საწუწაო თოფი უყიდონ და ბავშვი გაერთოს ამ სიცხეში. არ ვიცი, ან გული მომიკვდა რა და მე რაც მოხდა, არ არის საჭირო ამის აფიშირება, ვაჩუქეთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი პრობლემაა რა. არ ვიცი, ან გული მომიკვდა, რომ დავინახე იმ ბავშვის თვალები, როგორ უყურებდა სხვა ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ საწუწაო თოფებით. ვითომ არაფერი, ვითომ ჩვეულებრივი შემთხვევაა, მაგრამ არ არის რა ეგრე რა. ძალიან გთხოვთ ადამიანებო, გააკეთეთ სიკეთე მინიმალური, თქვენთვის მინიმალური და ზოგჯერ როცა ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა შეიძლება არ გქონდეს რაღაც ის მინიმალური, რაც თქვენ ყოველდღიურობაა თქვენთვის. სხვისთვის ეგ უცნებაა. ამიტომ გაეცით, დამიჯერეთ ეკლესიისთვის ოქრო ვერცხლის შეწირვას ჯობია, რომ თქვენ გვერდით ყოფი, თქვენი მეზობელი, ნათესავი, მეგობრის შვილი, ვინცაც სრულიად უცხო, დამიჯერეთ, ღმერთი მაგას უფრო მეტად შეიწირავს რა, იმიტომ რომ ღმერთს უყვარს გული, ღია გული და არა ამპარტავნულად მოჩვენებით შემოსრული გული, რომელიც იმიტომ აკეთებს სიკეთეს, რომ სხვამ დაინახოს რა. აფიშირება არ არის საჭირო, უბრალოდ გთხოვთ, დაეხმარეთ ერთმანეთს, გვერდში ამოუდექით, გააძლიერეთ ერთმანეთი, ვისაც რითი და როგორ შეგეძლია. ზოგი საქმით აკეთებს, ზოგი სიტყვით, ზოგი მაგალითად მეგობარს რო გული ეტკინება, მივა და დაამშვიდებს მეორე მეგობარი და ეტყვის, რომ არა უშავს, ესეც გაივლის, ყველაფერი უკეთ იქნება. მთავარი ის არის, რომ აგრძნობინო მეორე ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალი იქნება, კაცი თუ ბავშვი, რომ მასთან ერთად ხარ, მისი ტკივილი გტკივა და გულწრფელად გრძნობ ამას რა. მთავარი გულწრფელობაა. დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ერთი ვიცი, რომ როდესაც აღარ ვიქნებით ამ ქვეყნად და არავინ გამოვეკერებით ამ მიწას, დროებით ვართ აქ მოსულები, ყველამ კარგად ვიცით, მხოლოდ იმათ გავახსენდებით, ვისთვისაც რამე სიკეთე გავუკეთებია და მხოლოდ მათ დასწყდებათ გული ჩვენზე, ხო და ისინი მოგვიგონებენ ხოლმე. ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მაგრაც ხელა და ყველაფერი იქნება ხუთიანზე, არ ინერვიულოთ სისულელეებზე და ეცადეთ იყოთ ბედნიერი და თქვენს ირგვლივაც გააბედნიეროთ ყველა ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისაც როგორ შეგიძლიათ. აბა კარგ დღეს გისურვებთ. 2025 წლის 30 ივლისია. ცხელა გიჟივით. აბა კარგად.